ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კბილების სიჯანსაღისთვის, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ხშირად მშობლები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ კბილებს, თუმცა ღრძილების მდგომარეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ღრძილების ანთების, იგივე გინგივიტის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ექიმი, თერაპევტი გვანცა ფეტელავა. როგორც მან აღნიშნა, გინგივიტი ბავშვებში იწყება კბილების მოცვლის და ამოჭრის პერიოდიდან. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში კატარული გინგივიტი იწყება კბილების მოცვლის და ამოჭრის პერიოდიდან. ამ პერიოდში ბავშვებს აქვთ შეშუპება, ჰიპერემია, ქავილის შეგრძნება და ძირითადად გამოწვეული არის კბილების ამოჭრის და მოცვლის პროცესთან. მკურნალობა არის სიმპტომური, ამ შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება რეზინის ცივირგოლები, ვნიშნავთ ხოლმე ასევე მალამოების სხვადასხვა სახის გამაყუჩებლები, რომელიც ამ ტკივილის კუპირებას ხელს უწყობს. ცოტა მოგვიანებით ასაკში და პერიოდში, ანუ ძირითადად გინგივიტები წარმოიქმნება, როდესაც არის ხოლმე არასათანადო, არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა. უმრავლეს შემთხვევებში, როდესაც იმუნური ფონი დაქვეითებულია ბავშვებში და არის ან ხშირი ავადობა, ან ქრონიკული სხვადასხვა პათოლოგიები, ან გულსის ძარღვთა დაავადებები, ამ შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს პირის ღრუში ღრძილების ანთებას, რომელიც ასევე გამოხატულია მწვავე შეშუპებით, ჰიპერემიით, სისხლდენით, ასევე უსიამოვნო გემოთი და სუნით პირის ღრუდან, რასაც აუცილებლად ჭირდება სწორი მკურნალობის გეგმა. ასევე სეზონური ვირუსების და გრიპების პერიოდში, როდესაც იმუნიტეტი საკმაოდ დაქვეითებულია, ამ შემთხვევაში ან ბაქტერიული დაავადებების დროს, ან როდესაც არის ქრონიკული პათოლოგიები, იგივე ბრონქიტების დროს, როდესაც ანთებითი პრობლემებია, ხო? ამ შემთხვევაში მწვავედ გამოიხატება ხოლმე, იგივე შეიძლება აღინიშნოს გინგივიტები, ან გამოხატული იყოს პირის ღრუში სტომატიტები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ჰერპესული, ასევე აფთოსური. ჰერპესული სტომატიტების დროს უმრავლეს შემთხვევაში გამომწვევი არის ჰერპესის ვირუსი, რომელიც ორგანიზმშია ბავშვის ორგანიზმში და ამას უკვე პედიატრის კუთხით ჭირდება დანიშნულების დაწერა, ხოლო აფთოზური სტომატიტები არის ძირითადად ადგილობრივად 1-2 წყლულის სახით გამოხატული, რომელიც ადგილობრივი მკურნალობით იგივე პაროდონტოლოგის მიერ, იგივე სტომატოლოგის მიერ ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება უკუგანვითარება განიცადოს და ძალიან მარტივად ალაგდეს. იმისთვის, რომ სწორად მოვახდინოთ ღრძილების ანთების დიაგნოსტიკა და დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა, საჭიროა ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლითაც ეს დაავადება ხასიათდება. გვანცა ფეტელავამ სწორედ ამ სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღება და პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. როდესაც თქვათ ამოჭრის სიტუაციაშია, ამ შემთხვევაში მხოლოდ შეგვიძლია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება, ასევე შეგვიძლია გელები, რომელიც ადგილობრივად ხელს უწყობს, რომ ის ქავილის შეგრძნება, შეშუპება და ჰიპერემია ბავშვს მოუხსნას იმ ფაზაში, როდესაც კბილი არის ამოჭრის დროს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დაკავშირებულია, ვთქვათ, სტომატიტებთან, აფთოზულ წყულებთან, ხო, მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა ამ ყველაფერს არ აალაგებს. ეს არის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? ჩვენ ადგილობრივად ნიშნავთ ზუსტად ამ რემთერაპიის გელებს, ანუ მადესიზიბლიზებერ გელებს, რომელიც ხელს უწყობს, რომ ღრძილის ეპითელური ქსოვილი რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად აღდგეს, ადრე გამოიყენებოდა სტომატიტების შემთხვევაში ხშირად იყენებდნენ ხოლმე შაბებს, რაც სრულიად დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს იწვევს ნეკროზს ღრძილის ლორწოვანის და არ შეიძლება ამის გამოყენება. არსებობს სპეციალური მალამოები, რომელიც კონკრეტულად ამ შემთხვევაში გამოიყენება.